საქართველოში დაიდებს ბინას. საქართველოს შესახებ მღვდელმა ფილიპე აბაშიძემ 1988 წლის გაზაფხულზე აღდგომის მარხვაში ღვთისაგან ასეთი ხილვა ნახა. ხედავდი პატრიარქს ტახტზე მიჯდომს. უცბად განადდა მისი სახე და მისი თავის ადგილას უფლის იესო ქრისტეს სახე გამოჩნდა. ხედავდი მის მტრებს, რომელთაც მისი შურთ და ცდილობენ ხელი შეუშალო, რადგან მას მიყავს ქართველი ერი გადარჩენისა და გაბრწყინებისაკენ. ხედავდი, რომ როდესაც ივერია გაბრწყინდება, პატრიარქი ძლიერ მოხუცი იქნება. მაგრამ ამ ბედნიერებას ქართველ ხალხს უფალი მისი მარჯვენით მიანიჭებს. როცა მცირე ჟამი რჩებოდა ქვეყნიერების აღსასრულამდე, გამოვიდა პატრიარქის მიმართვა ქართველი ერისადმი. გავდივართ მთებში, უფლის მოსვლის შესაგებებლად. შევიკრიბენით ბევრზე ბევრი და დავიძარით აღნიშნული ადგილისაკენ. გარკვეულმა ნაწილმა პატრიარქის მიმართ უნდობლობის გამო არ ინება წამოსვლა. თქვეს, ჩვენ აქ შევხვდებით უფლის მოსვლასო. მთებში ველოდით უფლის მეორედ მოსვლას ზეციდან კაცობრიობის განსასჯელად. თქვენ ხილვაში იწერება იქ, რომ უდიდესი ღვთაებრივი სასწაულები დაეშვება საქართველოზე. აი, რაში გამოიხატება ეს უდიდესი ღვთაებრივი სასწაულები, თუ შეიძლება რომ დავიკონკრეტოთ? გამოჩნდება ესეთი პიროვნება, რომელიც რაღაცა ეს ღვთისგან იქნება გამორჩეული და ამ პიროვნებით იმოქმედებს ღვთაებრივი ძალა, რომელიც მთელ ერს მოიყვანს ეკლესიაში და პატრიარქის ასე ვთქვათ მორჩილებაში ამყოფებს ერს და როგორც არის ესეთი არა მარტო ამ ჩემი ხილვიდან იყო ესეთი რამაც მე ვნახე, არამედ შემდეგ გავიგე სხვა წყაროებიც ამტკიცებენ ამას, რომ თვითონ სომხეთის წყაროებიდან, რომ ჩრდილოეთის ქვეყნიდან გამოჩნდა პიროვნება, რომელიც სომხეთის ეკლესიასაც კი ისე მართლმადიდებლობაში მოაქცევს. რადგან ღმერთმა ისე დაადგინა, რომ იერარქია არსებობს ეკლესიაში, როგორც ზეცაში არის ანგელოზებში იერარქია და ერთმანეთს ემორჩილებიან, რომელიც ზეციდან მოდის გადაწყვეტილება ღვთისაგან, ასევე დედამიწაზე იერარქია არსებობს და ეს იერარქიის ასე ვთქვათ კურთხევა, რომელიც ზეციდან მოდის და შემდეგ დედამიწაზე ხორციელდება პატრიარქის საშუალებით, გადმოდის შემდეგ სხვა იერარქიებზე, აი ამის მორჩილება არის აუცილებელი. განსაკუთრებით განსასწრების წინ, რომელიც აი გადამწყვეტია ერისთვის და ეს რამოდენიმეჯერ განმეორდა ჩვენაში და შეცდომა დაუშვა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ მომავალშიც იგივე ხდება და უნდა დაემორჩილოს ნებისმიერ პიროვნება იერარქიას. იმიტომ რომ ღმერთი ამით მოქმედებს. რომ არ მოქმედებდეს, მაშინ სხვა რამე იქნებოდა, რადგან სხვა რამე არ არსებობს, ამიტომ აუცილებელია მორწმუნე ადამიანი და მორწმუნე იქნება თუ მორწმუნე დაემორჩილოს, იმიტომ რომ მისთვის გადამრჩენელი ძალა არის ეს და რაც მოხდება მომავალში, აი მაგ დროს უნდა გამოიჩინოს. ახლა თქვენ ახსენეთ თებში გასulis შესახებ, რომ გავედით ჩვენ ბოლო ჟამს, იმიტომ რომ ეს არის მომზადება მაცხოვრისთვის, გამოხატულება, რომ ჩვენ უფალო მოდივართ, შენ შეგებოთ, არა სახლში, მაგალითად, არა ქუჩაში რაღაც, არამედ ისეთ ადგილზე, სადაც შენ შეგეფერება. და აი ამ დროსაც კი ზოგიერთი იერარქი სასულიერო პირიც იჩენს ასე ვთქვათ ორგულობასა და ეჭვებით იფარგლება, ეჭვები ავსებს და არ მოდის ამ გზაზე. ყველას თხოვ, რომ აი ბოლო ჟამს ეს გამოიცინოს ეს მორჩილება ღვთაებრივი და შევეგებოთ უფალს ესედა, რომელიც ძალიან მალე მოვა. დარჩენილია აი ამოდენიმე წელები. აი ეს დრო, რომელიც დარჩენილია